ეხლა მივდივარ ზესტაფონში, მეგობრებო, ცოტა შეიძლება ინჭყლევა სამარშრუტო ტაქსი, მაგრამ არაუშავს მერე გავსწორდებით და უფრო კარგ კადრებსაც შემოგთავაზებთ. ჩემი ხელი არ კანკალებს, ჯერ ეგრე არა ვარ, მაგრამ მაინც არა. პრინციპში პახველიაზე რომ შეიძლება ცოტა კანკალებდეს. ხო და წინა ვლოგი როგორ მოგეწონა ნანიკო? არა ჩვეულებრივ ზოგიერთებისგან განსხვავებით. დიახ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ჩემი თორნიკე ყველაფერში პირველია. მეცენიკა იმერლებთან რომ მივდივართ, ჩემი საყვარელი მამი და აქცის, აი შარვალ კოსტომში მეცენიკურად გამოვედი. ზესტაფონურად. გახსოვთ ხო, რომ არაფერი არ იჭრება. მე არ დამიწყოდი თვებს და გაწიწკნი და კონდეს მაინც. აი, კაი ხალხმა გადამარჩინა, მეგობრებო. არ დავორეკამებ რომელუდია მაინც ლოგისტიკა, მაგრამ გადამარჩინეს. ფაქტობრივად ვიბრიდებოდი პახველიაზე და აი მომიტანეს და გადამარჩინეს, აი დაანახე, აი ხალხი. გამომიჩინე ეს ხალხი გამომიჩინე. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დღეს ვიმყოფებით ზესტაფონში. ხოთაშორის დღეს ზესტაფონობაა და ულოცა ყველა ზესტაფონებს. დღევანდელ დღეს რა ვიცი, სასიმღეროდ ვარ მოსული. უნდა ვიმღერო. მერტმა სასიმღერო. ყველას. მერტმა უნდა ვიმღერო ორი სიმღერა და ასე ბედნიერ და ლამაზად გავატარო დღევანდელი დღე. ზესტაფონი პირველად ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმერლების ზესტაფონების წინაშე წადი. ეს ელექსი უნდა მithkamო. არა, რასაც იქ ვიტყვი, ახლა სხვას გეტყვი. არაფერს ისეც, უბრალოდ მითებს, მიყვება ღამე, ქარეულ ფლირტებს, როგორ უყვარდათ, ძლიერ ღირსებით, ლამაზად გულით თავ დავიწყებით, უყვარდათ ადრე და უყვართ ისევ. არაფერს ისეც, მიყვება ღამე, უბრალოდ ლამაზ, ნახოთ ვარ მითებს. ჩამოვედით ზესტაფონში. ასე რა ფიერონისა. და იმედია კარგი საღამო ჩატარდება დღეს. ამის იმედს ვიტოვებ, ნამდვილად ხალხი აგერ ემატება და ემატება. მიხარია რომ უკვე ხალხი დაგვხვდა და ნახოთ აბა, მოვლენებს არ გაუსწრებ წინ, ძალიან თბილი საღამო ჩატარდება ჩემის აზრით. მოგლეთ მეგობრებო, რიგით მესამე კონცერტი ზესტაფონში და ერთს ვიტყვი და აღარ ჭირდება არაფერი. იმერეთი არის სითბო და სიყვარული. ფაქტის სახელი. კარგად ბრძანდებოდით. რა ხდება ნანიკო მოგვახსენებიცე? ხდება ის, რომ ზესტაფონში ვარ, საოცარი თეატრონია, რომელიც არის ულამაზესი და მოდის უამრავი ხალხი. ეს არის ღელვა, პასუხისმგებლობა და სიყვარული და ჩვენ ყველამ თითოეულმა ჩვენგანმა სიყვარულით უნდა უპასუხოთ ამ ხალხს. და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მე ასე მგონია. დღეს ზესტაფონში ვართ, არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, რო არ ველოდით იმდენი ხალხი მოვიდა. უმხურვალე ხარდამჭერები ჩვენი პროექტის და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი განწყობით არიან. იმედია, რომ კაი კონცერტი იქნება და გავამართლებთ მათ მოლოდინს. იმერეთში იტყვიან ქართული სუფრა სავსე უნდა იყოს. გული სავსე უნდა იყოს. სისავსეს მიელტვიან აი ამ კუთხეში მცხოვრები ქართველები. დარბაზის სავსეა. ამდენი ხალხი ჩვენ საღამოებზე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს უკვე სტიმულს გვაძლევს ჩვენ. გვაძლევს სტიმულს იმისა, რომ საღამო ჩატარდეს ისე, როგორც უნდა ჩატარდეს. ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სიყვარული, ჩემი ყველაფერი, თელი ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, სულ ყველაფერი აქ მაქვს გატარებული და ძალიან მიხარია, რომ თქვენ დღეს ჩემ პატარა კოპტია ქალაქში ხართ და მიყვარხართ სულ ყველანი და გაიხარეთ, იმიტომ რომ მე მახარებთ ეს თქვენი წარმატებები და წინსვლა და ყველაფერი ძალიან კარგად არის. გაიხარეთ. მოკლედ დღეს დიდი ზეიმია ზესტაფონში, მე ასე ვიტყოდი. და იმედი მაქვს, რომ თქვენც რა თქმა უნდა ყველა გვასახელებ და ყველას წარდგებით ძალიან კარგად და ვეცდებით კი ეს ასე იქნება, დარწმუნებული ვარ.
და აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს. აი მე დღეს ვარ ჩემს საყვარელ ზესტაფონში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს მშობლიურ მხარეში, უზომოდ ბედნიერი ვარ. აი მართლა ვიძახი გუში მთელი ღამე გავათენ, იმიტომ რომ ყველაზე რთული არის ჩემთვის, ჩემს ქალაქში, ჩემს მშობლიურ ხალხთან ერთად წინაშე, ჩემ ხალხის წინაშე ესე წარდგენა და მღერა, იმიტომ რომ ზესტაფონი არის ისეთი ქალაქი, სადაც იციან ქართული სიმღერის ფასი, სადაც ყოველი მეორე არაჩვეულებრივად მღერის და ცოტა უხერხულად ვარ მათ წინაშე, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული მაქვს მათი და მათგანა ძალიან დიდი სიყვარული ვგრძნობ. ნანიკოს ძალიან დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ნანიკოს, ასეთი არაჩვეულებრივი საღამო რო ზესტაფონს მიუძღვნა და აჩუქა. მოკლედ ყველა ჩავწეი და ჩემი თავისთვის ვერ ვიცი ხოლმე და ლანდერ დევიძეს თქვა ჩვენ მეგობარს ეს რო გადაგვიღოს და პირველ რიგში გამოიწევთ არხი აუცილებლად რომ ასეთი საინტერესო სიტუაციებიდან გავაკეთო ხოლმე ჩართვები და წინა საკონცერტო ღელვაა ვართ ზესტაფონში მართლა ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ძალიან რაღაცა მოულოდნელი იყო და სასიამოვნო ფაქტია ეს ყველაფერი და შემდეგ კონცერტის მერეც აუცილებლად ჩავწერთ ამ ყველაფერს მეც თვალებში გამოვიხედე გემრე ელოდი მივით და კაი ხასიათზე ვარ ჩვენ ვართ ახლა ზესტაფონში გვაქვს პატარა კონცერტი ამდენი ხალხი ნუ ხო ეგ უნდა მეთქვა ხა ამდენი ხალხი ჯერჯერობით არც ერთ კონცერტს არ მინახია ყველამდე გაქვს აი არ ვიცი სასწაულია ეს ზესტაფონში დღეს გვაქვს კონცერტი ძალიან ბევრი ხალხი არის ძალიან კარგი გარემო არის და ძალიან ბევრი ხალხი გულშემატკივრობს მოგესალმებით ეხლა ვიმყოფებით ზესტაფონში ნანა ცინცაძე ატარებს კონცერტს და ძალიან ბევრი გულშემატკივრი გველოდება დარბაზში და ერთ სული მაქვს როდის გავალთ სცენაზე სადაც საჭირო იქნება ეს სურათი არა ვიდეო დააშენეში აბსო რაც გაია გაია ვაშე გენაცვალე აი ესეთი ამბებია კულისებში მეგობრებო ოპა ბრავო მოგესალმებით დღეს ვარ ზესტაფონში უსაყვარლესი ულამაზესი ნანა ცინცაძის საღამოზე და მაქვს ბედნიერება წარვადგინოს სიმღერა რომელიც შეიქმნა მის ლექსზე სიმღერა კი ეკუთვნის მუსიკა ეკუთვნის ალბათ ნანა იამანიძეს იმედია ისია მომლებს განწყობა როგორია განწყობა საზეიმო სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს როდესაც ესეთ არაჩვეულებრივი პოეტის ლექსზე ვასრულებ სიმღერას კი ბატონო მოგესალმებით დღეს ვარ კონცერტზე მე მქვია გურანდა გოგიჩიძე ვარ მოწვეული ნანა იამანიშვილიდან იამანიძედან ზესტაფონში რა თქმა უნდა და ერთი ნომერიც და მე გავდივარ არის სასწაული ადამიანის ნანა ცინცაძის ლექსზე დაწერილი და ნანა იამანიძის მელოდიაზე შექმნილი ეს სიმღერა და ქვია ამ სიმღერას დღეს უმღერებ ძალიან მისტიური სახელი აქვს და ვთქვათ რომ დღეს უმღერებ ზესტაფონს ნანიკო ხოწე აი კულისებში აი ესეთი ამბავი თემა მე როგორც კახელი ახლა ნუ ეს არ დამათროს მაგრამ ეს
ქართულ ცეკვას, სიმღერას, ქართულ სულს, ქართულ გენს, ქართულ ჯიშს, ქართულ სისხლს და საქართველოს გავლენას. აუ დალევაღა დარჩა. ეგ არის, კარგი ხარ, კარგი ხარ. მე უბედნიერესი ქართული იმაში დავიბადე იმერეთის პატარა კოპწია ლამას ქალაქში ზესახურში აქ ჩემი ბავშვობა ჩემი ახალგაზრდობა დაკრძალები რაღაცა დავამახსოვრე ალბათ ცოტა ზესახურს იცოდა მოკლედ მიყვარხარ შემოწაყვანებო რაც უფრო მეტად შეგვიძლია რასაც უფრო მეტად მიყვარს სუპერლატივი ამ ზესახურის მოგონებებში ვარ და მით უმეტეს ახლა ჩემს მიშუნა ისეთ რაღაცაში ჩამწორო სულ ჩემი მოგონებების კორიანდერში მე საქართველოს ვიცით ზესახურის სპეციფიკობა და ყველა ისტორია ბედნიერი ვარ იმაში რომ ამ ჩემ პატარა კოპწია ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მომარჯა ჩემო უსაყვარლო ადამიანმა ქალაქმა და ეს ყველაფერი საერთო არ დაგავიწყდა ცოტათი მაინც რაღაცა შეგვიძლია საქართველოს ზესახურში ქალაქ ზესახურის გერბი რო დამხარდა ეს ისე გამიხარდა იქა სიხარული შეუძლიო აი ეს საპატიო რაღაც შემომთავაზა და მოასწრო ეს დავადი როგორი ხანთა გამოხდა ბრავო ისტორიული კადრები არ ვიცი ემოციებს ვერ უმალა ზესტაფონის სტუმართ მასპინძლობით პუბლიკა აბსოლუტურად ამყოლი, ხიარული, თბილი, მოსიყვარულე, რაც თავარია სავსე დარბაზი, რაც ასე ძალიან გვჭირდება ხოლმე ჩვენ ხელოვან ადამიანებს. ძალიან გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ და არ ვიცი, იმედია სულ ასეთი ურთიერთობა გვექნება მსმენელთან, როგორც დღევანდელ დღეს გქონდა. წინა ვლოგზე რა თქმა უნდა ხინკლის სულზე იყო საუბარი, მაგრამ ახლა შემწვარი წიწილა მაყლის წვეში ჩალაგებული იმერული ხაჭაპური, იმედია ღომიც იქნება, კაი მჭადი, კაი იმერული ყველი და მემორი საკმარისი გაიშალა უკვე ხალეული ეკალას მხალი არაჩვეულებრივად ამზადებენ იმერლები არ ვიცი სასწაული მე ნამყოფი ვარ მოკლედ მეორე განყოფილებას ველი საგამო შედგა არ ვიცი გაჯერებული სიყვარული სიტყვოთი და სხვანაირად ვერ წარმოგიდგინა ზესტაფონი პირველად ზესტაფონში გაუცემელი თქვენი სტუმართმოყვარეობით ვარინგა მაჭავარიანი ცხოვრობდა ამ სახლში სახლი არის 250 წლის სახლი არის მანამდე აქ ცხოვრობდნენ შგენტები ესეთი პიროვნებები იყვნენ გურუ შგენტებს სოლომონი მეფე სადაჭირ გადაცა ეს ადგილი რომ იქ გურიაში ისეთი ვაშკაცობა შეედინა და იყო მოყვამ თურქებს იმა დაასწრება თავი ასე რომ თქვა კლეხურად და სადაჭირს ვიზა შემდეგ ვარინგას მამა იყო ქუთაისის მაზრის უფროსი იყო ჯერ იყო შორიფონის მაზრის უფროსი შემდეგ იყო ქუთაისის მაზრის უფროსი შეარჩიეს ეს ადგილი არ ვიცი გახდა კულტურიოსი და ეგა ძალამაზი აქედან ჩანს უკვე რა გარდა მაღლიდან ყველაფერი ჩანს ელიზაბეტის და სილამაზე კედლები რომელიც არის 250 წლის კედლები არის უბრალოდ რაღაც ხანგარი გაგვიშა ესე იგი ვარინკა წერეთელის
ახ რა ყვავილებია ნახე ხალხი ასე რამაზი. რამდენი წის ბარაქის ხია თქვენ წამოიდგინეთ ახლა? საოცარი მუზეუმში ეს ასე ლამაზი. პირველი ამფითეატრი იყო ესეთი. 1991 წელს არის 1891 ესეთ პატარა ამფითეატრი იყო ცნობილი მაშინ რაიონის რაიონის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მამუდა ასლანიკაშვილი. ეს პირველი რომ დაუბრუნდა მოვიდა და შევარდნაძე დაინტერესებულა საფრანგეთში უთხრიათ რომ ესე ამ სიმღერებს ფრანგები ღერიანო იაპონელო საერთოდ არ იცვლება რა ერთი და ინგლისური ჟღერადობითა და მოუძებია შევანახული შეცვლა საადარი და მამუკა ასლანიკაშვილი მოვიდა მაშინ ბაბუა იყო რა განსაკუთრებული ასე შრომის მის ეძახეს მაშინ 15 ტონა მუზეუმი 15 ტონა მუზეუმი მოყავდა ხოლმე 65 წელში და დღევანდ მოვიდნენ ეგონათ რომ ვარიკა საფლავი და მათ დამამოვლოს იქნებოდა ეკალბურდით გადავიდნენ საბედნიერო და არ იყო არაფერი არ იყო გადავიდნენ შევინარჩუნეთ ყველაფერი პირველი სამანიშვილის დებინაცვალი კოტე მარჯანიშვილი გადაიღო მუნჯურათან გადადებული ამ სახშია რეძველი კედლები წინა მხარე შეწეχνას გაჩვენეთ მე YouTube-ზე არის 1926 წელს გადაღებული არის და აქ მოწონებია კოტე მარჯანიშვილის რაღაც ვაზა ყოფილა და დღესაც მის სახში საფუძვლებში წავად არის ის მაგის სალაში მეტად 8 წელი წადის ხოლმე და მოდი გადავიდეთ ჩვენ რემონტს გავაკეთეთ შენ იმის როინდელი შალიერები უნდა იყოს აბა გადავიღოთ რასურათი ერთი რამე გულიანი მინდა კიდევ გიმღერო წავალ ჩემს დას გავუყვები მერეს მაგიმღერო ამ ცხოვრებას ვერ გავუგე ვერადა ბოლოს მივხვდი არავინ ღირს მურამე გულის ღელღადა და ერთხელ მხოლოდ მე დავისე ჭუმა სიყვარული გამიმერე დავანახე ეს ოღი სიგეთე ნუ არაფერს უღარ მეტყვი ნუ ხარ დამაიმედე Savita Nino! Opa!
Nino. Nino. David Khava da David